2004 წელს მე ვიყავი სამების ლავრის წინამძღვარი, წინამძღვარი არ ქვია, პატრიარქის მოადგილე სამების ლავრაში და დამირეკა უწმინდესმა და მითხრა საპატრიარქოში რომ ვისულიყავი მასთან, მივედი და პატრიარქი დაამხდა რაღაც გაღიმებული სახით, გახარებული სახით და მითხრა რომ გილოცავო შენ დანიშნული ხარო ტყეპარკის დირექტორად. მე ცოტა გაგვირებული სახე მქონდა, იმიტომ რომ არ ვიცოდი ეს ტყეპარკი სად იყო, გრძანისზე იყო საუბარი. არც ეს ვიცოდი და არც დირექტორობა ვიცოდი, რას მოიცავდა და საერთოდ რა იყო, იმიტომ რომ ვარ ბერი. და პატრიარქმა რო დაინახა ჩემი სახე, მითხრა რომ არიციო, სად არისო და რა არისო ტყეპარკიო, არა მეთქი და მაშინ ამიხსნა არა მნიშვნელობა ქონდა ტყეპარკს. ესეთი რამე მითხრა რომ ეს არის თბილისის და რუსთავის ფილტვები. და ეს აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეს ქვეყანას. განსაკუთრებით თბილისს, რადგან თბილისს აკლია ესეთი ტერიტორიები. ასევე მითხრა რომ იქ არის რეპრესირებული ხალხი დამარხული. ამისი ისტორიული ფაქტი, როგორც ასეთი მტკიცებულებები არ არის, მაგრამ ჩემთვის პატრიარქის ნათქვამი, რომელიც 90-ს გადაცილებულია, იცით, მან ის ისტორია, რაც ხდებოდა კომუნიზმის დროს და კომუნისტების დროს და ჩეკისტების დროს, იცის პირადად და ასევე მშობლებისგან და ახლობლებისგან გადმოცემით და მითხრა ესეთი რაღაცა, რომ შემდეგში ჩვენ იქ შევძლოთ სკიტს ეძახიან პატარ-პატარა მონასტრების დიდი ტერიტორია იყო და სამად ჰქონდა დაყოფილი. და პატრიარქის კურთხევით მე იქ დავიწყე ახალი მოწამეთა ტაძრის მშენებლობა. სამნავიანი ტაძარი შენდებოდა საპატრიარქოში დამტკიცებული პროექტით და პატრიარქს ყოველ კვირეულად წარუდგენდი ფოტოებს თუ რა დონეზე ვიყავით მისული და შემდეგ მე რო წავედი ჩემი ნებით და პატრიარქის კურთხევით წალკაში, რა თქმა უნდა, ის უკვე გადავიდა სხვა წინამძღვარზე და იმის შემდეგ იქ რა მოხდა მე არ ვიცი. მაგრამ აი დღევანდელი დამოკიდებულება ეკლესიის, როდესაც აი ასეთი ვიტყოდი შფოთია ერში ამ საკითხის გაურკვევლობიდან გამომდინარე, რა ხდება, რატო გადაეცა ეს უცხოელებს ეკლესიაში მართველი ჯგუფი დუმს. დღეს პატრიარქი თავისუფლებებიდან გამომდინარე აქტიურად არ არის ჩართული ერის საქმიანობაში, მაგრამ იქ არის ჯგუფი, რომელიც აქტიურად არის ჩართული. და თუ ეს ამ ჯგუფმა გადასცა სახელმწიფოს მინიმუმ ის ტერიტორია, სადაც მონადირის სახლს ეძახდნენ, ცენტრალური ტერიტორია იყო, პირველივე შესასვლელი, პირველ სკიცს ვეძახდით ჩვენ, იქ სახლი იდგა ორსართულიანი და იქ ვაშენებდით ამ ტაძარს. მინიმუმ ეს ტაძარი უნდა შეენარჩუნებინათ და ეს ტაძარი რაღაცნაირად ის ტერიტორია რაღაც დონეზე შემოღობილი უნდა დაეტოვებინათ ეკლესიისთვის, რათა შემდეგში რაღაც მცირედი კონტროლი მაინც გაეწიათ თუ რა მოხდებოდა იქ, რადგან ეს ტერიტორია, არაფრით არ შეიძლება გადაეცეს უცხოელებს, ეს არის თბილისისთვის, თბილისი დღეს განსაკუთრებით როგორც იცით, ბეტონის ქალაქი ხდება და უბრალოდ იქ გასვლა ყველაზე ახლოს არის თბილისთან და რუსთავთან და ამ ორ დიდ ქალაქს აერთიანებს და ამიტომ იქ ჩადებულიც უნდა ყოფილიყო, რომ ეს არ გაიყიდოს და მით უმეტეს პატრიარქის მუდმივი მოწოდება იყო, რომ ქართულ მიწას ნუ გაყიდით, ქართულ წყალს ნუ გაყიდით, ქართულ მდინარეებს საქართველოსია ეს და არა მთავრობის. მთავრობაც საქართველოსია, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ
ჩვენ ისინი ესე ფიქრობენ, რომ ჩვენ ვეკუთვნით მათ და არა ისინი გვეკუთვნიან ჩვენ. ეს განწყობა ძალიან ცუდია. მე ვფიქრობ, რომ ეს ამის დაშვება, ამის დაკარგვა შეიძლება ითქვას, რომ არ არის ქვეყნის დაკარგვა, მაგრამ დასაწყისია. დასაწყისია ჩვენ ბევრ ამას დავკარგავთ ამის დაკარგვით და ამიტომ ეს არ უნდა დაუშვათ. აი ეს პროექტიც ახლა რაც ხდება მაგის გაყიდვაში, აი საფლავებს ყიდიანო, მაგის გაყიდვაში დიდი წვლილი მიუძღვის ეკლესიას. არ ვიცი რამდენად თავიდან იცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი რომ გადასცეს ეკლესიას ეს გრწანისის ტყეპარკი. მაშინ გადასცეს იმ мотивაციით, რომ იქ იყო რეპრესირებული ხალხი დამარხული. мотивация იყო ეს, რომ რაღაცა სინანულის და ან კიდევ ჩვენი აი ტრაგედიის რაღაცნაირად ეკლესიისთვის გადაბარება და მათთვის ლოცვა. და ეს ტერიტორია რო შენარჩუნებოდა მთლიანად ქალაქს, რადგან თქვენ უკეთ იცით, რომ თბილისი არ შედის გამწვანებულ ქალაქთა რიგებში და ეს დიდად ჭირდება ქალაქს, თუნდაც საკვირაო დასასვენებლად რო გავიდეს ადამიანი და ამოისუნთქოს ამ ბეტონებიდან, რაშიც დღეს გვაცხოვრებენ. ამიტომ საქმე არ არის მარტივად, მაგრამ არც ისეა, რომ ამის მოგება არ შეიძლებოდეს, რადგან თქვენ ხართ.